არა, პრემიერ-მინისტრის კრიტიკა როგორ არ შეიძლება ვინ აკრძალავს. თუმცა ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს საჯარო უშვერი დედისგინება აუბედურება თუ ეს სკრინი ფეიკი არ არის და მოდი რაღაცა მცირედი იმედი მაინც დავიტოვოთ, რომ ფეიკია. მეორეც ხო გააჩნია რისი გულისთვის და რა მიზეზით აკრიტიკებდა მით უმეტეს აი ესე დედასაგინებ ადამიანს, გინდა პრემიერ-მინისტრი იყოს და გინდა სხვა ადამიანი იყოს. თუმცა ეხლა მე საერთოდ აღარც ნიკა ქავთარაძეზე საუბარი მინდოდა ერთ-ორჯერ ვისაუბრე და ზოგადად არ მიყვარს პირად და ახლო ნაცნობებზე ესე ზედმეტი საუბრები. მით უმეტეს მათ არასწორ საქციელებზე ეს სხვა მისაუბროს. თუმცა თვითონ ეს თემა უკვე და ეს ნიკაც ძალიან ზედმეტად არიქა გადაჭრილია რაღაც ტრაგედიებს ხატავს და არის ერთ ამბავში მე ესეთი აქტიური ეს ადამიანი პოლიტიკაში და საზოგადო ცხოვრებაში და მით უმეტეს რაღაცა ეს განათლების და ინტელექტის ნიშის დაჭერა მოინდომა ბევრმა, რომელსაც მე რო ვიცნობდი ახალგაზრდობაში და სტუდენტობაში ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არც ჰქონდა და ვერც ჰქონდა. თუმცა რავი, რატომღაც ახლა ჯერ ნოდარ დუმბაძე გააკრიტიკა ბიჭმა, ახლა აგერ რაღაც ისტორიულ წიაღსვლებში ედავება ირაკლი კობახიძეს. თუმცა ხა მხოლოდ ნიკა ქავთარაძეს ეს რო დაეწერა, მე კიდე არაფერს არ ვიტყოდი, რაღაცა ესეთი ეს წამოვიდა ტალღა, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს 23 საუკუნისაა თუ დიპლომატიის გამოცდილება საქართველოს 23 საუკუნე აქვს თუ რაღაცა ესეთი რა 23 საუკუნის საქართველოს არსებობს 23 საუკუნე. აი ამაზე მიდის ბიჭო რაღაცა ტალღა დეპუტატი რო არის ნინო წილოსანი, ხო, იმას დაუსვა კიდე რომელიღაც ჟურნალისტმა კითხვა რომ აი კობახიძემ თქვაო რომ 23 საუკუნე საქართველო და თქვენ რა სიტყვითო და 23 საუკუნის არის საქართველო. აი და აღშფოთებულები არიან ტიპები. აი და აგერ ამას დედა აგინად რა იყო ხალხო. ჯერ ერთი ირაკლი კობახიძეს განათლებას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. მით უმეტეს ვინ და ნიკა ქავთარაძე. პირადად არ ვიცნობდე მაინც ნიკა ქავთარაძეს და ნუ ირაკლი კობახიძეს პირადად არ ვიცნობ თვითონ ირაკლის, თუმცა მის ოჯახს ვიცნობ, მამამის, დედამისსაც ვიცნობ, თუმცა მამის ახლოს. ნიკა ქავთარაძეს დამიჯერეთ, რომ ირაკლი კობახიძეს ვერც ისტორიას ასწავლის, ვერც ლიტერატურას და კიდე სხვა ბევრ რამეს ვერ ასწავლის. ამიტომ ცოტა ხო უნდა დაფიქრდე ვის რას ეტოქები. დედა, მამა ირაკლი კობახიძის ნამდვილად ბევრად განათლებულები ჰყავს, ვიდრე ვიღაცეებს და თვითონ ირაკლი კობახიძესაც განათლება არ აკლია. ასე რომ ამ კაცმა თუ თქვა რაღაც, იცის რაც თქვა. მოდი ახლა თქვენც აგიხსნით, ჩემი აზრით რა თქვა. ეს არის თარიღი ფარნავაზ პირველის გამეფებისა ქართლში და ნუ რაც ბევრ ზოგიერთ ისტორიკოსთან ითვლება ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისად, იმიტომ რომ მან სწორედაც დიპლომატიური მოლაპარაკება მოახდინა ქუჯისთან, ქუჯი დაეხმარა მცხეთის აზოს დამარცხებაში, რომელმაც ფარნავაზის ბიძა მანამდე განდევნა მცხეთიდან და ფარნავაზის მამაც და ბიძაც მოკლა. ფარნავაზი გაიქცა, დედამ გააქცია და ნუ შემდეგ დაბრუნდა და ეს აზოს ძე იძია შური და უკვე მხოლოდ მცხეთა კი არა, მანამდე ფარნავაზის მცხეთის მამასახლისები იყვნენ, უკვე ფარნავაზიანები გახდნენ მასშტაბური მეფეები, ხო? ეგრისის თავარ ქუჯისთან დიპლომატიური მოლაპარაკებით ეგრისის, ანუ თითქმის გაერთიანდა საქართველო მარტივად რო ვთქვა და სავარაუდოდ ეს იგულისხმება. ეს არის ზუსტად ჩვენ წელს ვთქვამდე მე-4-მე-3 საუკუნეები რაღაც კონკრეტული თარიღები არის, ასე ვთქვათ, სადავო. სავარაუდოდ ეს იგულისხმება 23 საუკუნეში ირაკლი კობახიძემ და არ მესმის რა გინდათ, იქნებ მეც განმანათლოთ. ანუ რა პრეტენზიაა საერთოდ მეტი უნდა ეთქვა? ნუ კი ბატონო, არის გარკვეული მოსაზრებები, რომ თუნდაც იგივე ქართული ანბანის შექმნა ფარნავაზს არ შეუქმნია, ეს ქართული ანბანი ფარნავაზამდე კიდე 3 საუკუნით ადრე არსებობდა და ფარნავაზმა უბრალოდ გაავრცელა და ასე ვთქვათ, სახელმწიფო ანბანად აქცია და ნუ გალაქტიონის ლექსიც აქვს ამაზე, ხო? 26 საუკუნის წინათ ქართულ ანბანზე. გასაგებია ეს მოსაზრებაც არსებობს, თუმცა ნეტა მეტი არაფერი შეცდომა არ დაეშვას პრემიერ-მინისტრს, თუ ესეთ შეცდომაა. და ამის გულისთვის ვაგინებთ მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრს.
მოდი ერთ რამეს გეტყვით, მე მაინტერესებს ამ ხალხს რა უნდა, რომ უფრო მეტი უნდა ეთქვა კობახიძეს თუ უფრო ნაკლები 23 საუკუნეზე. ზოგადად რომ სისულელეა ამაზე ადამიანის ესეთი მძაფრი ამხელა ტალღა და ესე დებილურ ტალღებს რო აგორებთ ხოლმე, აი ზუსტად იმიტომაც ასე ვთქვათ, ზუსტად იმიტომაც ჩემ ფეხებს მოიგებთ როდესმე ბიძიკო და რა ვიცი მე მგონია რომ ჯობია ცოტა რაღაცებს ტვინი დააყოლოთ რა და ვიდრე აი ესეთ რაღაცა სულელური გამოკიდებები თან რა ამხელა ტალღა აგორებული ბიჭო არიქა ირაკლი კობახიძემ 23 საუკუნე და აუზისა და არის იმაზე ედავეთ ეხლა კიდე იქ რაღაც ძიმეზე და წერტილზე და თუმცაღა კიდევ ამბობ რა არ ვიცი ეხლა უვიცობას მე მგონი თქვენ უფრო ამჟღავნეთ ფარნავაზ პირველის გამეფების და ფარნავაზიანთა დინასტიის დასაბამის თარიღი თქვა სავარაუდოდ ამ კაცმა და არ ვიცი თუ რაიმე მართლა ისეთი ამიხსენით რა გელოდებით აი ვინც ჩახედული ხართ აი ამ დიდ ისტორიაში გონიერ საქართველოს გისურვებთ ხალხო თქვათ ნუ გამოტვინდებით ბატონო ქავთარაძემ და სხვებო